პროგრამა პიკის საათი. მოგესალმებით ძირფასო რადიო მსმენელებო, საზოგადოებრივი რადიო ტალღაზე FM 102.4 დღეს შაბათი, დღეა 2014 წლის 15 თებერვალი. მე ეკავა ტალახაძე და თქვენთან ერთად ვიქნები ამ დროიდან სრულ 11 საათამდე ამ ტალღაზე. მე ვიცი რომ თქვენ დღეს შაბათის ფორმატში, საავტორო გადაცემის ფორმატში მაქსიმალურად ხართ მოუდინში იმისა, რომ ჩვენ დილა იქნება ხიარული, ენერგიული, ისეთი როგორც პიკის საათი ზოგადად სჩვევია ხოლმე. მაგრამ ამ შემთხვევაში მომეცით უფლება მე თქვენ გესაუბროთ ადამიანზე, რომელიც ამ ქალაქში ყველას უყვარდა, მე არ დავიხევ უკან ამ ფრაზის გამო. ჩვენ სრული საათი და 20 წუთი გვექნება ამ თემაზე სასაუბროდ ამ ეთერში და ვიტყვი ერთს, მე დღეს არ ვუძღვები ამ გადაცემას. მე მოგმართავთ თვითოულ თქვენგანს. იმ ადამიანებსაც კი, რომლებსაც განსაკუთრებული მოკრძალება აქვთ ხოლმე პირდაპირ ეთერის მიმართ, აუცილებლად დაგვირეკეთ, გადალახეთ თქვენს თავში პირდაპირ ეთერში დარეკვის უხერხულობა 240 91 92 ან 240 92 92, იმიტომ რომ დღეს ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანზე, რომელიც თავად იყო ურთიერთობის ფორმულა, სილაღის, სიცოცხლის, ბედნიერების და ასეთი ეთერი მინდა მე დღეს, არ მინდა რომ ერთმანეთს ვუყუროთ ცრემლიანი თვალებით. შაბათის პიკის საათს წარმოგიდგენთ ეკა ტალახაძე. დილაბინდიდან თენებამდე ზუსტად ის დრო არის, რომელსაც საათზე ვერ ღები. მაინც ვერ აღნიშნე. წერ გაოცების და გაკვირვების დრო. ჩანაწერი პიკის საათის არქივიდან. ბაკო! სადადიხარ? ხარი დაცხრასი მოკრის, ჩავის ღვიდან მოკრის. ეგიც ხარი როგორც ოქროს, ჩამოვამზეს, ჩამოვალს. ეგიც ხარი როგორც ქარვას, შორჩერას მიკრის ნარვას, თანგატანს, ქართა ქარვას, ჩამოვამზეს, ჩამოვალს. ოფიქრებამ სლენო ტაძრად, ოქცეულნომ პრად და ნაცრად. რად მიხვებით, ასე მკაცრად, ჩამოვალმზეს, ჩამოვალს. პოეტი, თარგმნელი, გერმანისტი, პედაგოგი ამირამ პაკო სვიმონიშვილი. რახელი ჰქონდა ჩვენთან სიკვდილს, ზედა თაფლი დიოდა უხვად. 7 წლის შემდეგ ისევ პიკის საათში მისი მეგობრები, მოსწავლეები და უცნობები. ჩვენს დავბრუნდებით ერთმანეთთან და შევჩერდებით ფერის ცვალების გაუხუნარ მარტოობაში. მე კი მოვუწოდე ყველას ცრემლიანი არ იყოს მეთქი ჩვენი დღევანდელი ეთერი, მაგრამ მით უფრო როდესაც ახლა ეს თანხლება შემოვიდა ჩვენი ქალაქის ჰიმნისა, მე ასე ვიტყოდი. მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი სტუმრები პირველ რიგში, მწერალი ბექა ქურხული და პოეტი გაგანა ხუცრიშვილი. პაკოს მეგობრები. ასე იქნებიან დღეს ისინი ჩვენი ეთერის თანხლები და ალბათ მთავარი გმირები. სიმართლე გითხრათ, მე პაკო სვიმონიშვილს მხოლოდ ერთხელ შევხვდი ბექა გაგა. დავპატიჟე ლიტერატურულ რუბრიკაში და ეს ეთერიც სწორედ ამან განაპირობა და რომ გადავხედე ჩანაწერს 55 წუთი გვისაუბრია სტუდიაში. ბუნებრივია საეთერო დამდენი ვერ დარჩებოდა და ჩვენ დღეს შევთავაზეთ მსმენელს კიდევ ერთხელ 7 წლის წინ მხოლოდ ერთხელ გაისმა ეს რუბრიკა ეთერში და გავიმეორებთ. მაგრამ მე მომინდა რომ აუცილებლად გვესაუბრა ამ ადამიანზე. ქალაქში, სადაც
ვისაც პაკო ეგულებოდა, იყო მხარგაშლილი და ბრთაგაშლილი, სამეგობროს გულისხმობ. ადამიანი, რომელიც მხოლოდ ერთხელ შევხვდი მას საქმიან ვითარებაში, მას შემდეგ აი იმდენად დამუხტული ვიყავი მისი პიროვნებით, მისი განათლებით, მისი თუნდაც ურთიერთობის მანერით, სილაღით. სულ მაგალითად მომყავდა ხოლმე, მაგრამ აქვე უნდა ვაღიარო, იყო ერთ-ერთი ყველაზე რთული რესპონდენტი და რა ნიშნი. იმდენად ზღვა ინფორმაციას ფლობდა ეს ადამიანი და თავად შინაგანათაც გამოხატულებაში ისეთი უცნაური იყო, კარგად ვამბობ ამ სიტყვას. დაიწყებდა ერთ ამბავს, გახსენდებოდა იქვე მეორე, გადავიდოდა სხვაგან, შემდეგ გახსენდებოდა კი ბატონო, რომ ის დასამთავრებელი ჰქონდა და აი ესე გამიჭირდა მონტაჟი, მაგრამ პაკოს ხო მონტაჟი ზოგადად არასდროს არ სჭირდებოდა. ნაკლებად აინტერესებდა ხა მონტაჟები და ეგეთი რაღაცები. უბერავდა რა. მე თქვენი დღეს მესმის, მაგრამ მე თქვენი იმედი მაქვს იმ ნიშნით, რომ ვინც ამირან სვიმონიშვილს არ იცნობდა თქვენთვის პაკოს, ჩვენ მათ უნდა ვესაუბროთ. გაგა. კი ბატონო. ძნელია ძალიან როცა წარსულში საუბრობ ადამიანზე, რომელთან ერთადაც მთელი ცხოვრება მოდიხარ და პრინციპში არც არასდროს ვიფიქრებ და ვილაპარაკებ პაკოზე წარსულში, იმიტომ რომ ის სულ სანამ ჩვენ ვართ იქნება აუცილებლად იქნება და მით უფრო თქვენთვის გაგა, იმიტომ რომ სულ ეს ახალი წერილია, რომელიც ლიტერატურულ გაზეთში დაიბეჭდა, თქვენ გქონდათ ესეთი გაერთიანება ბრჭყალებში, იქ იგონებთ კარგად, გაგა. ჟღალი პოეტების საზოგადოება. რიჟა პოეტების საზოგადოება. ხო, ეგ ხუმრობა არის იმიტომაც ვიყავით ასე ახლო ირაკლი ჯავახაძემ დაგარქვათ, ხო? არა. მე ვიხუმრე, რომ თუ იმან აიტაცა მე. ჩვენ ვართ რიჟა პოეტების საზოგადოება. ასე რომ მე ვიხუმრე, პაკომ აიტაცა და სუხუმრობდა შემდგომში და ასე მოხდა, რომ გაგა, მოდი გავიხსენოთ, აი თქვენ სად შეხვდით ცხოვრების რა ეტაპზე გადაეყარეთ ერთმანეთს? მას ვიყავით მეგობრები, რომ ყოველგვარი ესეთი ჩარჩო და საზოგადოება და დაჯგუფება და გადაჯგუფება გძულდა, არ მიყვარდა, ანუ თავისუფლებით მიყვარდა და მიყვარს პაკო კიდევ გამორჩეულად და განსაკუთრებით ამას ატარებდა ეგ ადამიანი და განსახიერება იყო ამის სილაღის, თავისუფლების, გახსნილობის აი ამ ჩვენ დაძაბულ ღრჯო პირდაპირ ვეთყვი დროში კიდევ უფრო რაც დრო გავა ნახავთ, რომ როგორ დაგვაკლდა, მაგრამ ისიც არის, რომ ხშირად კიდევ იქიდან კიდევ უფრო გვეხმარებიან ხოლმე. ბეკა. ხო, პაკოზე გაგასი არ იყოს ძალიან გვიჭირს ახლა მეც და გაგასაც და ძალიან გვიჭირს საუბარი, მაგრამ ნუ რაღაცებზე ერთადერთი ისაა, რომ პაკომ იმხელა ნათელი დატოვა და ისე იცხოვრა, რომ ამავე დროს აი კეთილი ღიმილი, რომ ცრემლიან თვალებთან ერთად კეთილი ღიმილი არ გშორდება. სახეზე იყო ძალიან ლაღი და ძალიან უცნაური ვინმე იყო დაგეთანხმებით. ერთი იყო პოეტი თხემიდან ტერფამდე. და ამავე დროს ეს პოეტები მოიხსენებათ უცნაური ხალხია და კაი მაგარი დაფრინავდა ეს ჩვენ პაკოს გრუბლებში, ნუ რაღაც სასწავლოები, რაღაცებს. უყვებოდა ფანტაზია ქონა გადასარევი, მაგრამ ამავე დროს იყო საოცრად საღი ადამიანი, რაც ჩვენს ყოფაში გახდა ძალიან იშვიათი. ძალიან საღი
და ჯამრთელი ადამიანი იყო. მე ესეთ სინთეზი უცნაური არც მინახავს. გარდა ამისა, მართლა ეხლა ძალიან მოდაშია და ისეთ ჩვენს უფროს თაობას აღწევთ ადამიანი, რომელიც ყველას უყვარდა ესეთი. Хочешь бунинса აქ რა ესეთ გემრიელი რამე ნათქვი. Я же не червоный, чтоб всем нравится, მაგრამ აი ეს ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით. ყველას უყვარდა. აბსოლუტურად. პოეტებს, მწერლებს, მუშებს, ძველ ბიჭებს, დედიკოს ბიჭებს, ხევსურ ჯუთელ ზეზვა არაბულს, დუისელ მარგუშულს, ყველასთან საერთო ენა შეიძლება გამოიყენოს. ეს ამას აკეთებდა აბსოლუტურად ძალდაუტანებლად. ნიჭია არაბექა ეგეც. რა თქმა უნდა დაიბადო, იმიტომ არ შეიძლება. მე არიან ადამიანები, რომლებიც ეს სამეგობროც რაღაც ჭირდება თავის არაბ მარტოს გადასარევად გრძნობენ თავს. ამას მე მგონი იმიტომ ახერხებდა ესე იოლა და კარგად რომ თავის თავი ყავდა. ეგ და პაკო და პაკო მშვენივრად რიგდებოდნენ ერთმანეთთან. კარგად თქვით. გადასარევად გრძნობდნენ თავს. მთელი სხვა შორის თავისი რა თქმა უნდა შინაგანი ეს არ ნიშნავს რომ მარტივი ადამიანი იყო და ნარცისი და მოსწონ. თავის შინაგანი ქარტეხილების წინააღმდეგობების და სულიერი არ მიყვარს ხოლმე ამ თემაზე ლაპარაკი სულიერი ძვრები და ვაიუბედურებები, მაგრამ ამავე დროს ეს აბსოლუტურად ლაღადა ბუნებრივად გამოსდიოდა. არა იმიტომ რომ ეს რამე თვითონ ესეთი იყო, აი ესეთი გაჩნდა 1974 წლის 3 იანვარს ეს ბიჭი. ეს იყო ამ ხრი უბედნიერი ესე ადამიანი რომ საკუთარი თავის ხო ადამიანს ჭირდება საკუთარი თავის ჩამოყალიბება. ფერი რაც იყო, რაც გაჩნდა ესეთ სასწაული ხო და გარდა იმისა რომ იყო უნიჭიერესი პოეტი ეს ხო შეიძლება ძალიან ნიჭიერი პოეტი იყო და როგორც ადამიანი იყო ნუ რთული რაღაცა ესეთი რთული ეს ნიჭიერი პოეტი და ნიჭიერი ადამიანი ერთად ნიჭიერი ადამიანიც იყო რა თავარი და მე არ შემიძლია არ თქვა რომ სამწუხაროდ ჩემი და გაგას თაობაში ძალიან ბევრი სიკვდილი ვნახეთ ძალიან ბევრი ადამიანის სიკვდილი ვნახეთ და ნახეთ უამრავი ღირსეული ადამიანის სიკვდილი რომელიც ეს პირდაპირ უყურებდა სიკვდილს თვალებში და ძალიან ღირსეული. ნახეთ სხვანაირადაც, მაგრამ ეს არ არის რა ყვარავნა არის ეს ამას მე არ აი ფაქტიურად ვიხსენებ და ძალიან იშვიათად მაგონდება ადამიანი თითქმის ერთ პაკ მამაცი არის უპირველესი რომელიც ესე ღირსეულად ესე აი როგორც ლომი ისე შეხვდა ამ თავის ფაქტიურად ეს იყო გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა პაკოსთვისაც და მის საახლობლოსთვისაც და ამ ყველაფერს ეს ადამიანი შეხვდა ისე ღირსეულად ეს 8 თვე წიგნი დაწერა მუშაობდა და ყველაზე მტკივნელის იყო ჩვენი მეგობრები რომ გამოდიდნენ ტირილს ვერ იკავდნენ ბიჭო კაცი წევს შეერთებული და ისე გელაპარაკება რომ აი ამ ვიზუალს ვერ ხედავდე რა დღეშია და ბიჭი როგორ არის შეერთებული ამ აპარატზე ხო ჩამოდი შეიძლება უთხრა იცი სულ მინდა რომ ჩამოდი ბიჭო წავედით ახლა ან დავლიოთ ან ტყეში წავიდეთ ან სანადი რაღაცა ჩამო რა გინდა მან თვითონ ქონდა მე ესეთი არაფერი არ მინახავს ეს ბიჭი რომელიც არაფერი არ აკლდა ყოველას ოჯახიდან დაწყებული და ოჯახში პაკოს კულტი იყო და არაფერი და აი თითქოს რაღაცა უნდა დაეფეთ რაღაცა თავი დაეჭირა მაინც რა სატკივართან ამ შემთხვევაში არაფერი არ აი ესეთი იყო რა როგორც იყო ესეთი როცა ეშინოდა არ შეეშინდა და მორჩა იმიტომ იყო ბექა ყველას რომ მოყვარდა აი გაგამ თქვა ამას ვერ შეიძენა მას ვერ ისწავლე ასეთი უნდა დაიბადო ჩვენ სხვადასხვა თემებზე ხშირად ეხა უცბად გამახსენდა კრიმანჭულზე ვსაუბრობდით ამას წინათ და ვერ ისწავლიო კრიმანჭულს ვერაფრით ვერ ისწავლე ეს უნდა გქონდეს ასე უნდა დაიბადო ასეთი უნდა დაიბადო ეთყობა არც არ იმიტომ არ ჭირდებოდა რაღაც პასაჟები რაღაც ჩარჩოები რაღაც პოზირება საზოგადოებასთან ეს გულწრფელი რაც ჩვენ ძალიან გვაკლია ბექა შესაძლოა ძალიან კარგი თბილი კეთილი ლაღი ადამიანები ვიყოთ მაგრამ ეს ან დამატი არ გქონდეს რაც ადამიანსთან გქონდა რაც შეეხება ბოლო პერიოდს აი ჩვენ ალბათ საშუალება გვექნება ის გამოუქვეყნებელი ლექსები წავიკითხოთ რომელიც გაგამ დაბეჭდა ლიტერატურულ გაზეთში ირაკლი ჯავახაძის კი ბატონო არ არის გასაკური დაუშვათ ბოლო პერიოდში თუ წერს რომ დღისა და ღამის სამანს ვეღარ გაითევს მეფე და მარმარილოს დაადგება მზის ნატერფალი მაგრამ იყო პერიოდი თუნდაც ისევ იმ ჩანაწერს მოვიშველებ რომელსაც აი ცოტა ხანში ჩვენ სრულად მოვისმენთ აკო მანამდეც იყო პოეზიაში ამ განწყობებით მე რასაც ამ გადმოსახედიდან ვუყურებ არ ვიცი ამას რა ქვია
არა, საერთოდ ეს პოეზიის ეს გამწყობა, არ ვიცი ხო რაღაცა გუმად, ერთი ყველანი სიკლუს ველოდებით, ეს ისეთი რაღაცა ყოველ წამს შეიძლება, ნებისმიერ წამს, ნებისმიერ დროს. მანქანა თუ არ დაგეჯახება ინფარქტი. ეს მოლოდინი მით უმეტეს მოაზროვნე განათლების შემოქმედი ადამიანისთვის სუა და ეს ეთყობა სუტრიალებდა, არ ვიცი, გაგა რა სიტყვაში. ეგრე არის, იცით, არის რომ წამიერი ვაჟკაცობა არა, რაც სწრაფად მთავრდება და გაცილებით ძნელია, როდესაც ბექას ვეთანხმები, ელოდები ამას და მთელი შენი ახლობლები, მეგობრები უყურებენ და საქმეც ის არის, რომ წამით არ დაუკარგავს ეს თავის იუმორის სილაღე და ბოლომდე ჩვენ გვამხნევებდა და თავის ოჯახის წევრებს, მეგობრებს. ამას მართლა დიდი სულიერი ძალა ჭირდება. რომელ ამბებს და რომელ ზღაპრებს ბექა? მაგას. გაგა, თუნდაც ქოგით რომ იგერებ და გავეშებო ხარებს. თქვენ გითხეთ, რომ როდიდან გახსოვს, რაც თავი მახსოვს, პაკო მახსოვს, ბავშვობიდან ერთად მოვდივარ და 3 წლით უფროსი ვარ და ბავშვობაში ეს 3 წელი ჩანს ხოლმე, არა, როცა 1-10 წლის მოვშო და პაკო აი ბავშვობიდან იმდენად საინტერესო ადამიანი არ ჩანდა რა ეს 3 წელი. აი ესეც უცნაურია და მახსენდება ეხლა რომ ცელკი ბავშვი. ცელკი იყო ცხადია. ცელკი იყო, მავნე არ იყო. მავნე არ იყო. ცელკი რომელეგაც უტვინი შერღება ქონდა. ხო. და ეს ამბებს 1001-ს, 1002-ს, 1003-ს თვითონ ტყსავდა თუ ეს იყო მისი ცხოვრებისეული ამბები. მარტივად არ გახდათ ხალბატონო ეგასაკმე. სიუჟეტს რაღაცას დაიჭერდა. ნუ თავის მეგობრების ცხოვრებიდან მეც მოყოლილი ვარ მაგ აბლავაში და შეთქმულდა ხოლმე გენიალურ ამბებს, რომ ესეთი ოინის მოგვივიდა, რომ რაღაცა გოგონა გამაცნო ჩემი ის არის რაღაცა ძალიან უყვარდა მხალებთან პრანჭვა და ძალიან ისეთი ქალთა მოყვარულია უფაქიზესაც აკეთებდა ამას და უსაყვარლესად და ნუ რაღაცა ხო არა რაღაცა სპექტაკლს ხავდა სუ ყველაფერი ყველაზე საინტერესო გემრიელი ის რომ რაღაცა მოუყვამ გოგოს რაღაცა ამბები ნუ რაღაცას მე რო გავიცანი ეს გოგო რაღაცას მეც უყვები ამ ამბებიდან და ეს გოგო გადაირია გვიყურებს ორივეს თურმე ამ შეჩვენებულს მოუყოლე ჩემი ამბები და ნუ ეს კარგად დაუმონტაჟებ ჩემი და გურაშას ამბები მეგობარია ჩვენი გურამსალი ცნობილი ალპინისტი კარგად დაუმონტაჟებია და ის გოგო მე რეს უმეჭყუდა შენ ამბებს ეს რამდენად უკეთესად ყვებოდაო კაცო გადასარევა და დეგენერე დოკუმენტურად რო ყვები აკიდო ეს აქცავედი იქიდან ჩა არა ესეც რაღაცა სპექტაკლი იყო ჯერ ის რაღაცა მოხდებოდა და ხوار შეეძლო ხა პაკოს ესე ჩემსავით კრეტინივით მოეყოლა აქედან გადავედი იქ არა ამას მოყვებოდა მთელი ფეიერვერკი და მთელი დაინახავდი გამოჩნდებოდნენ ვიღაცები წავიდნენ ეს უხდებოდა რაც თავარი ეს პაკოსი იყო ბეკა გაგა მსმენელი გვირეკავს და მოვუსმინოთ ალო მშვიდობისა მოგესალმებით ავიგე ძალიან მაგარ ადამიანზე საუბრობ და როგორ ზანეთ ხო ესე იგი წარმარტოება უყვარდა და ძველი ძველი ბიჭი იყო და დედიკოს ბიჭთან დედიკოს ბიჭი და ასე შემდეგ პროფესორ და ესეც უნდა იყოს შეშმარიტი ხელოვანი იმიტომ რომ გამო ეს მაგალითს მოვიყვანით თუნდაც ყველამ კარგად ვიცით როგორ ცხოვრობს ტომ ვეიცი განაპირას ტყის პირას და ერთადერთი ბედნიერება რომ ჩადის ხოლმე ლაქს ფონ ტრიერი და აი ქმედის ხელოვნებაზე საუბარი და ასე შემდეგ და მე მგონი ყოველი ის განმარტოება და ეული ყოფაც კიდე დიდი ფუფუნებაა ყოველი გეთახმებით ჭეშმარიტი ხელოვანისათვის და რა ვიცი ხა გაგანა ხუცრიშვილს ვიცნობ ეს ლექსებს მომისმენია და მართლაც მართლა და მართლა წარსულში ესეთ კაცზე საუბარი ძალიან საწყენია მართლა რა ვიცი მერტმა გაანათლოს და ყველა ჭეშმარიტ ხელობას ამინ დიდი მადლობა დიდი მადლობა თქვენ
გმადლობ ზარისთვის, მით უფრო არა მხოლოდ იმაზეა საუბარი, რომ დავუშვათ თქვენი ცნობთ გაგა ნახუცრიშვილს, თქვენი ცნობთ ბექა ქურხულს და პაკო მისი მეგობარია. არა, ჩვენ მართლა მეტნაკლებად სრულად ნამდვილად ვერ შევძლება, არც მაქვს პრეტენზია და პირიქით მოკრძალებით, ზედმეტი მოკრძალებით ვარ მე დღეს ამ სტუდიაში, როგორც ერთი ჩვეულებრივი რიგითი ქართველი, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს პრესის ფურცლებზე წააწყდა პაკო სვიმონიშვილის ფრაზებს და დაავადდა და მე ყველა საშუალებას ვეძებდი სიმართლე გითხრათ, რომ ეს შეხვედრა არ ყოფილიყო ასეთი, უბრალოდ დავურეკე და იცით რა მე ვაკეთებ ლიტერატურულ რუბრიკას და გავიგე თქვენს და იქნებ მობრძანდით. არა, ამ შეხვედრისთვისაც კი რაღაც ისეთ ამბავს ვეძებდი, რასაც მე იმ ფრაზებში, იმ თვალმოკრულ წყარედებში კითხულობდი შინაგანად. თქვენ მიმიხვდებით და ბევრიც მიმიხვდება ეს რას ნიშნავს. მაგრამ ერთი გაგა აუცილებლად მინდა გთხოვოთ თქვენ, ვიდრე ჩვენ ამ ჩანაწერს მოვისმენთ, აი როგორ ეამაყებოდა ის კრივის ხელთათმანები, რომელიც თქვენ აჩუქეთ თურმე. ხო, ეგრე რამდენჯერ ჯოფრეზერი და სოლინისტი. ხო, რა რომელი ვეხმარებოდი კიდევ როკი მარჩიანო მე ვარ მეთქი და რომელი პრინციპში მუჰამედ ალი შენ გამოხვედი მეთქი, მაგრამ იმდენად ეს უყვარდა ამასაც თავისებურად აფერადებდა, როცა ყვებოდა ყოველ ჯერზე სხვადასხვანაირად. სხვადასხვანაირად გააჩნია როგორ ხასიათზე იყო ამ კრივის ხელთათმანების ამბავს. აი ეს არის საქმე, რომ რაღაციდან შეელო შეეთხზა დღესასწაული ზღაპარი და ყველა რაც არ უნდა მძიმე განწყობაზე ყოფილიყავით შევეყვანეთ თავის ამ გამოგონილ სამყაროში და ნეტა ეგეთ სამყაროებს ვიგონებდეთ ხშირად. მართლა ვჭირდება ჩემი აზრით, იმიტომ რომ სხვანაირად უკვე ჭირს ხოლმე. ჭირს მართლა. გაგას და პაკოს ქონდათ კიდე სულ სხვანაირი, ერთი ორი პოეტი, ორი ძალიან მნიშვნელოვანი პოეტი, ჩემი აზრით თანამედროვე ლიტერატურის და სულ სხვა მეგობრობა ქონდათ კიდე ერთად რაღაც მიდი ბალტიის ლიტვაში და ბელორუსიაში მეგობრობდნენ იქაურ პოეტებთან, ყოველი ჩასვლა და ჩამოსვლა იყო საოცარი ამბები მერენ. და გაგა პაკოზე ყვებოდა ისტორიებს, პაკო გაგაზე ორივე ერთად და იქ ცალკე იდგმებოდა ხოლმე. ნუ ქონდათ თავისი რიჟა პოეტების მესამე მიემატა მე არ არის დათო რობაქიძე და ხო არა ერთს ყვებოდა სულ ჩემი დაბადების დღის კონიაკის ამბავს რომ აბა როგორ დავრჩით სასტუმრო ჩემი დაბადების დღე იყო და ბარმენმა მე გავკეტაო ბარსო და თქვენ რომ მიირთვით რას გინდათ თუ დილით ანგარიშს მოგართმევთო და აღარ გვახსოვს აგვიღია რაღაც კონიაკი რაზეც ორთავე მთელი ფული დავდეთ და კიდევ კარგი მალე ჰონორარით ჩაგვერიცხა იქაური თორემ რჩებოდით გარეთ და რა კონიაკი იყო ამისთანო არც გემოგვახსოვს არც ფერი არც ბოთლის ფორმა და ზომა და კონიაკი იყო ისიც სხვანაირად ყვებოდა სულ მე სხვანაირად ამ ისტორიაზე და რომელიც არ გვახსოვს თან საერთოდ იყო არ იყო ის მაგრამ მოყოლა მაინც მოსულა მოყოლა ხო არა ფული რო გადავიხადეთ იქ იყო მაგრამ ის კონიაკი რა ფორმით არსებობდა ეგ არ გვახსოვს რა დავლიეთ ასეთი ეგ არ გვახსოვს კი ბატონო, მოდით ახლა ჩვენ თქვენის ნებართვით მოვისმინოთ ეს ჩანაწერი. ცოტა ვრცელია 18 წუთია, მაგრამ მსმენელი დამეთანხმება. მე მაგალითად ასეთი განცდა მაქვს რაღაც წუთი და 8 წამია ჩემთვის უცბად გავა ხოლმე, იმდენად საინტერესოა პაკოს მოსმენა ზოგადად. არც ერთი სიტყვა არ მოვაკელი, როგორც გავიდა მაშინ 2007 წელს ეთერში. არც საცნობები მოვაკელი და არც ის განწყობა, როცა მე შევხვდი მე-6 გერმანული სკოლის პედაგოგს ამირან სვიმონიშვილს. გადაშალე რადიოჟურნალი და ისმინე საკითხავი. ყოველ ოთხშაბათს ლიტერატურული კითხვა-პასუხი ეკა ტალახაძესთან ერთად. ბოლო 10 წელია ზარის ხმას ელოდება. საკლასო ოთახშიც შედის, მაგრამ ამჯერად წკრივებად და რიგებად ჩალაგებულ მერხებს შორის მისი ადგილი აღარ არსებობს.
მარტივი მიზეზის გამო გერმანული ენისა და ლიტერატურის პედაგოგია და ბავშვებთან ურთიერთობასაც ალბათ ასე იწყებს. Guten Morgen, Kinder. ან სულაც ასე, დილამშვიდობისა ბავშვებო. გაკვეთილზე არც საკუთარ ლექსებზე ფიქრობს და არც თარგმანზე, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული. შესაძლოა ფიქრობს კიდეც. იცნობდეთ, ეს ამირან სვიმონიშვილია. Guten Morgen, ამირან. ან სულაც ასე, დილამშვიდობისა ამირან. ქარი ააკრეს ღრუბელს ნალებად, ქარში დახუჭა ღვინო მთვალები. ბზის ხივთა ტივებს იალქანებად, შეაფლის სევდა ლექსის ტარების. ძალიან ძიმია სევდა ლექსის ტარების. მე მიხარია რომ თქვენ ამ ლექსით დაიწყეთ ჩვენი საუბარი. ეს ლექსი უყვარდა ჩემს მეგობარ ვაკო დვალიშვილს. ის ხო ჩემი მეგობარი მასწავლებელი და ძალიან კარგი მეცნიერი. ეს ლექსი დავწერე ბერვე კლასში. დღეს შეიძლება ტექნიკური მხარე დაუწუნო ამ ლექსს ვთქვათ რითმ რაღაც, მაგრამ ეს ლექსია. კი, ლექსია და საუკეთესო საშუალება თქვენთან საუბრის დასაწყებად. სწორედ იმას ვამბობდი, ვერც ვიოცნებებდი მეთქი რომ ეს რაღაც ლოგიკური ძაფი მეპოვნა და თავისთავად რა არის ეს? ეს რასევდა? გახსოვთ თქვენ თვალთა დათხრაჟობს თუ გათავდა სიტყვის მადანი. ან მე არ ვწერ ლექსებს, ლექსი თვითონ წერს. ალბათ ეს შევდა, იმიტომ რომ თუ ლექსზე ვისაუბრეთ, ლექსი მოკვდება. ერთადერთი მიმდინარეობა აზროვნების ისტორიაში, რომელმაც შეძლო პოეზიაზე საუბარი. ჩემი აზრით, ეს არის ჰერმენევტიკა, ეს არის გადამერი, ეს არის მანამდე ფენომენოლოგების სკოლა და შემდეგ მარტინ ჰაიდეგერი. ოღონდ ისინი ამბობდნენ, რომ ლექსის საუბარი არის მხოლოდ ლექსის გაგრძელება. ძალიან ძნელია, შეუძლებელია და არასწორია პოეზიაზე მხოლოდ ანალიტიკურად განსჯა. ამიტომ მე მაქსიმალურად ვეცდები ზუსტად იმ ტალღას მივაგნოთ, რომ თქვენ ისე მოგინდეთ ლექსზე საუბარი, რომ ლექსის გაგრძელება იყოს და არა რაღაც ნაძალადევი სტუმარ მასპინძლის საუბარი ამ სტუდიაში. ქართული ზმნები რატო გემკაცრებათ? ზმნა რატო? ეს გახსოვთ ხო? დამკაცრი როგორც ქართული ზმნები, მიუყვებიან თას მონაზვნები. მუშის თვალებანი ამორები. ხო, თუმცა სხვა დანარჩენს ძალიან თბილად ეფერებით. ზმნაზე არის აგებული მთელი სტრუქტურა ენობრივი, იმიტომ რომ აი მაგალითად სიტყვა ღამე, არსებითი სახელი, სპარსულად ნიშნავს სევდას და როცა გადმოდის ენაში, ქართულ ენას შეუძლია მიიღოს უამრავი უცხო სიტყვა, მაგრამ ერთი უცხო სიტყვა დამისახელეთ ზმნა. არ არის, არ არსებობს. სილამაზია, ანუ ლამაზი და მკაცრი შეიძლება იყოს. და ამიტომ შევადარ ისინი მონაზვნებს. შვენიერი და ლამაზი სხვადასხვა რამეა და ნიკოლოზ ბარათაშვილს ძალიან კარგად აქვს ეს გაყოფილი. კარგით, ნიკოლოზ ბარათაშვილს როგორ აქვს მშვენიერი და ლამაზი, ვფიქრობ ჩვენს მსმენელსაც ემახსოვრება. რა თქმა უნდა. ამირან სვიმონიშვილს როგორ აქვს მშვენიერთან და ლამაზთან საქმე და სიტყვა. სვეტაევას აქვს, ვინი ზნაიცის კაკოვა მუსარა ვირასტაევს ციხი. თხელოვნება თავისუფლების სფეროა და წინააღმდეგი ვარ მისი ნებისმიერ თეორიაში მოქცევის, იმიტომ რომ ნებისმიერ თეორია არის პროკრუსტეს სარეცელი პოეზიისთვის. როგორ შეიძლება მივხვდეთ ადამიანი რომელიც ლექსს წერს, არის პოეტი თუ არ არის პოეტი? თუ მას საკუთარი ხმა აქვს, მაშინ პოეტია. ამირან სვიმონიშვილს დღემდე ლექსების 3 კრებული აქვს გამოცემული. ზოგი მას კარგად იცნობს, ბევრი ძალიან კარგად. ნაწილიც დღეს მოусმენს პირველად და ვფიქრობ უთუოდ მოიძიებს მის ლექსებს საიმისოდ, რომ ბოლოს თქვას, ის მართლა პოეტია. მე 9 სტრიქონებიც ამაქვს. თხევსურული და თუშვური ნაწილების ხარგაა. და როგორ? შროშანო შენი სურნელება შორიგზით მავალს შეაჩერებს, ზიდდანელებულ მორისულებს მოუჩრდილებენ ჩეროები, მიმინოს ბარტყიციდან გელმის, ჩაძირავს გაშლილ ველს მდინარე, იტირე თვალებ მელნიანო, იანვრიდან გამოიდარე, რახელი ჰქონდა ჩვენთან სიკვდილს, ზედა თაფლი დიოდა უხვად, სულოშავეთი შეიკდიმე, გაიშრიალებს გლოვის მუხა, სადაც ბრწყინავდა შენი წრემლი, ბედის ნოქარი გაშლის ხალებს, სიჭრელეს სოფლის მიმტაცებელს, ღიმილი აქცევს მოწყალებად და გზა გაბმული ურვის სიმი, გაყვება თვალშეუვალ ზეგანს, შენ სიახლოვეს სინანული მარადი დაბრუნების მზედგას. ადამიანის ქოჩურს
აშრიალებს მგელი მინდორი. შემდეგ კაცისთვის რომ არის გზა გრძელდება დაცემიდან ვნების კვირამდე. ვერცხლის ზარებით შობის ღამე მაივსო მსგებსი. კიდევ თუ გნებავთ ცოდვილთა დასებს ლაჟვარდიდან შემოტყორცნილი შუქით მოუხმობს იოანე ნათლის მცემელი. არ არის ბუნებრივია შემთხვევითი, ხო? მე მგონი პოეზიის რაობაზე როცა არის საუბარი, ძალიან ძნელია მე საუბარი და ვინც ეს მოახერხა, რამდენიმე პოეტი არის. ეს არის შოთა რუსტაველი, ეს არის ფრიდრიხ ჰელდერი. რუსტაველს აქვს ძალიან კარგად განსაზღვრული, რა არის პოეზია, რა არის შაირო. ის ამას ეს არის საღმრთოდ გასაგონი. და აქაც ეამების ვინც აისმენს კაცი ვარგი, ხო? გულის სისხლით უნდა წერო. რატომ ბრისთვის? ვაგაზე კარგი პასუხია, ანგელუს სილეზიუსი იყო ესეთი პოეტი და მას აქვს ფანტასტიკური ლექსიო, რომელსაც ქვია დი როზე ისტონე ვარუმ. ანუ ვარდს კითხვა რატომ არ დაესმის? მაშინ რადგან ეს გადაცემა გადის ძალიან ადრიან დილას. მე აქ დილა ფრაზებიც ვიპოვე. მოგეშთათ დილის ნამსხვრევი გადაფითრება. ანა ეს დილაბინდიდან თენებამდე. აი ზუსტად დილაბინდიდან თენებამდეა ხოლმე ჩვენი პროგრამა და ეხა ზუსტად ასე გვისმენს მსმენელი. მაგრამ რატომ მიგაქვთ ვარსკვლავების ცივი კობალტი გაზაფხულის ნიშნად სამარესთან? დილაბინდიდან თენებამდე. დილაბინდიდან თენებამდე ზუსტად. ეს ზუსტად ის დროა, სადაც იხსნება სარკმელი სიკვდილის. ეს არ არის სიკვდილი როგორც ტრაგედია, ეს არის ის ცხოვრება, რომელიც საერთოდ სიკვდილის გასვლა არის. ქართველებმა ვერ შევიყვარეთ სიკვდილი. აი ევროპულ აზროვნებაში, განსაკუთრებით თეოლოგიურ აზროვნებაში არის ეს ტოლვა სიკვდილისაკენ და ბერულ ცხოვრებაში, მაგრამ ქართული რატო მაშინ შენი ჭირიმე სიკვდილო რა არის? აი ეგ არის და ეს დილაბინდიდან თენებამდე ზუსტად ის დრო არის, რომელსაც საათზე ვერ ვინც და ვინც ვერ აღნიშნა. ეს არის გაოცების და გაკვირვების დრო. მუზა ქალი თქვენ შემოქმედებაში. კლიშეა, ანუ ისაც ვია პედრასუდა ყუსულად და ქართულად სრულწმენას ეძახიან, მაგრამ არ არის სწორი. ესეთ ჩამოყალიბებული კლიშეა, რომ მუზა მოვიდა შტაგონების, მაგრამ პოეტი იმის განსხვავდება ადამიანისგან, რომელიც ლექსებს წერს, რომ ის სულ ატარებს ლექსს. ხო, მაგრამ როდის გამოაყრის ეგ არის საქმე. ნიკოს ამადაშვილი გაგასწორდეს. ნებისმიერი ლექსი, ეგ ოთრიდვენი ამბობდა ამას, არის დაწერამდე დაწერილი. და პოეტი არის ის, ვინც ატარებს ამას. ანუ თუ შენ მიხვდები, რომ თუ არ დაწერე, მოკვდები, აი მაშინ შეგიძლია გააგრძელო წერა. თუ შენ გრძნობ, რომ არ კვდები, შეგიძლია მშვიდად იყო და გადადო გვერდზეს. ისე პოეზიის გარკვეული ის ჭირდება, მოცალეობა რო. და თქვენი მოცალეობა როგორია? გარშემო წარმოსივა. გარშემო ხომ არ იმსხვერპლებს ხოლმე იმ ჩვეულებრივ ვალდებულებებს და რაღაცეებს. არავითარ შემთხვევაში. თუმცა მინდიაში კარგად აქვს ვაჟას ეგ დაპირისპირება, ცოლი რომ მაგრამ მე მინდიას ცოლისგან გასხვავებ ძალიან კარგი მეუღლე მყავს და კაგებით ხდება ყველა. პირველად როდის გათქმევინათ და როგორ? აღარ მახსოვს. მახსოვს 4 წლის ვიყავი, ფასანაურში დავწერე ლექსი და წავუკითხე ჩემს მშობლებს. და წამიკითხეს მე გალაქტიონის ლურჯად ცხენები და მითხოს აი ეს არის ლექსიო. არ გვახსოვს ის ლექსი? კი მახსოვს, მაგრამ ძალიან თავში ვიყავი. არაფერი არ გახსოვთ ისეთი ბავშვობიდან? და წავიკითხო? იცით რატომ მინდა? იმიტომ რომ ეს არსად არ იქნება მჯერა გამოქვეყნებული. არა, მაშინ მეორე კლასში დაწერილს მაინც წავიკითხო. სიყვარულმა ძალიან სასაცილო ამბავი. სიყვარულმა მთები შეაზანზარა, სიყვარულმა გულს ღრუბელი მოგვარა, ცის ლაჟვარდზე ავედევდი ცისფერ ირმის კვალს, შენი გული ვერ მოვიგე და ის სევდა მკლავს. და გავიდა მერე დიდი დრო და ესე დაიწერა. ჩავიძირებით მებში ცხენის გაზიდულ თვალში, სველი ტოტებით ვეგებები ზამთრის ქალწულებს. და ეს გზა როგორი იყო? საინტერესოა. რა ვქნა, კლასიკა მიყვარს და ისე მიქელანჯელოს
დავეს ეს ხები. მიკელანჯელო ამბობს რომ რა არის კანდაკება, რქვას უნდა მოაშორო ყველაფერი რაც ზედმეტია და რაც რომ დიდი დრო გადის ეს ზედმეტი მით უფრო მეტი ხდება. წარმომედგენია რამდენი რამის არიდება გჭირდება. ძალიან ბევრი რამის. შეიძლება კორიდა შეადარო პირდაპირ. და არ არის მე ეს რთული? თუ მე უფრო ნატიფი გამოდის, თუ ღირს იმად რომ არა თუ არ ღირს, მაშინ ჯობია საერთოდ არ დაწერო, იმიტომ რომ თუ შეგიძლია სხვანაირად ცხოვრება, მაშინ არც ღირს ლექსის დაწერა. წარმოგიდგენიათ სხვანაირად ცხოვრება? არა, აი ჯოჯოხეთი ეგრე წარმომიდგენია. არ დაგიწერიათ ამაზე არასდროს არაფერი? როგორ არა, უამრავ ლექსია. ნაბიჯი ქვია ამ ლექსს. ეს არის ალბერტო ჯაკომეტი, იყო ესეთი მოქანდაკე და მხატვარი, შვეიცარიელი და მას აქვს გამოქანდაკებული ნაბიჯი. აი სადაც არის მთელი ეს ტკივილი, რაზეც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ. იბრუნებს წვეთი დაკარგულ რკალებს, შიშულდება ქანი ქარის ნაფიტი და სილუგჯეში გაიკრიალებს, გზას გაინათებს სველი გრაფიტი. აუტანელი ფიქრით ამძიმებს, ახალშობილი ღმერთების კეფა, იუსება ცხელი სისხლით ბარძიმი ტანი מחვილით გაიკვეთება. ხმელი თითები ხორცს ასხამს ნაბიჯს, მიყვება მზერა ფეხადგმულ მითებს, ბგერას ლითონის სიმში განაჭვირს, ღამეს არ ყოფნის ველზე გაუთებს. პოეზია არის საზღვრებზე სიარული. ქერუბიმული ხეტიალი ქვია ამას გერმანულ პოეზიაში. ეს არის წუთი სოფლისა და როგორც კახეთში ყო გრძელი სოფლის საზღვარზე სიარული. ქერუბიმი იცავს აი იმას, აი ამ პრინციპს, რასაც სიცოცხლის ხე ქვია და ცნობიერების ხე ქვია. ქერუბიმული ხეტიალისას კიდევ ერთ კრებულს ამზადებს. შესაძლოა ეს სულაც აუდიო ნაკრები იყოს. შაშვი ნისკარტით დაატარებს სისხლის ნაკვერჩხალს. მეორე შაშვი საფირონის მწყურვალი სიღრმეს. მესამე გაშლის ღამის მაჯას თეთრ ყვავილებში. დილის ნამსხვრევი გადაფიქრება. აი აქ ნამდვილად მინდოდა ჩემი რუბრიკის ფორმა არ დამერღვია და სტუმრად პირველად მობრძანებული ადამიანისაგან ექსპრომტი მიმეღო, მაგრამ ცივუარს დავჯერდი. მოდით მე თავს შევიკავებ ამისგან. ამას უნდა კაფიას, უნდა ღვინო. და მე როგორია ღვინო თქვენ შემოქმედებაში? ღვინო არის როგორც ჰელდერლინი ამბობდა, dunkle Licht des Seins, ყოფიერების ბნელი შუქი. მეღვინე უნდა იყოს ფილოსოფოსიც, მეღვინე უნდა იყოს ქიმიკოსიც, მეღვინე უნდა იყოს ტექნიკის მცოდნეც და უნდა იყოს პოეტი. მხოლოდ ლექსად შეგიძლია შეიბედო ესეთი დიდ თემას, რასაც ღვინო ქვია. და როგორ? და მხოლოდ ღვინო თარგმანება ცეცხლის ენების. გატყდა მზის შუბი, ლომის ჭრილზე იაფენია, ფრთებით შებურა შაბარდუხმა შავი ბარტყები, შეაბახარი, აპეურად მოსდო იფანი, კაცმა და ცოლად მოიყვანა უხვი შაბათი, დილით მდუმარებს, ჩემგან განსხვავებით. დილით მდუმარებს, ღამე იდნობს ენაზე შაქარს, გათლილი ჩანგი უწევს მკლავზე და იადონი, ის მაინც წავა და უყდახავ მხარეს დალაშქრავს, გაუკვირდება ყოფის სიზმრით გაჩანაგება. ანსა და ჰოეს შორის ბრუნავს, ვერაფერს ამბობს, ცეცხლთან დაბრმავდა ახალმორჩის უშლელი კვირტი, მაგრამ უდაბნოს ბატონია თეთრი იაბო, შეიხვევს თითბრის შუქით მგზავრის დიდ სიმარტოვეს, ახალი კაცი, დარჩენილი ღვთის ანაბარა და უწყვილდება ვარსკვლავების მწყაზარ სიალეს, რადგან სამყარომ დღეების სვით გაითანაბრა და გზა გრძელდება დაცემიდან ნების კვირამდე. ჩვენი საუბრის დასასრულს მსმენელთან მიმართვა ლექსა დამჯობინა. სხვა შემთხვევაში მართალი არ ვიქნებიო. ზღვამი აცილებს მგლოვიარე ქალების სუნთქვას, ცივ ფიალაში ჩაშაქრდება მწიფე ფინიკი. შემოადგება შენს გალავანს მთვარის ბილიკი და თეთრი ტალღა მოცურდება სულთა თანაზე. გადააფითრებს ზეთის სხილის ფურცელი ვარსკვლავს, ქალაქის მხრებზე მზის მათრახი დაიწურება, მიწა ფესვამდე შეარყიეს დედაწულებმა, როცა სიკვდილი გეენიის პირმა დაასკვნა, ცხებულის კარავს გაბნეული ერი მოერთო, გზადლ ტოლვილებმა ჩამოცალეს მძიმე ჩელტები, ჩვენც დავბრუნდებით ერთმანეთთან და შევჩერდებით.
ფერის ცვალების გაუხუნარ მარტოობაში. და ეს არის მართალი. Pavlundit პირდაპირ ეთერში მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ახლა ვისმენთ ჩანაწერს, რომელიც 2007 წელს ჩაიწერა აქ, ამ რადიოში და გავიდა აქ, ამ ეთერში. ეს იყო პიკის საათის ლიტერატურული რუბრიკა, სადაც ვსტუმრობდით ამირან სვიმონიშვილს. მე შეგახსენებთ, რომ პირდაპირ ეთერში ვართ და დღეს ჩვენი გადაცემის სტუმრები არიან პაკოს მეგობრები, ბექა კურხული და გაგანა ხუცრიშვილი. ახალგაზრდებით შემოგვერდნენ, რომლებსაც ცოტა მოგვიანებით წარმოგიდგენთ, მოგესალმებით გოგონებო. პირველ რიგში რა მინდა გკითხოთ, იცით? მე მაგალითად ახლა თვალწინმე დამიდგა არა ის, რაც მოვისმინეთ, არამედ ის, რაც ხდებოდა ამ ჩანაწერის მიღმა კიდევ. ბექა მინდა გთხოვოთ, ხომ წამოვიდა ზღვა ალბათ მოგონებებისა, ხო, მაგრამ ამ კონკრეტულმა ჩანაწერმა, რასაც ჩვენ ვისმენთ, ბევრი იყო, სულ ფრაგმენტულად დაგაბრუნებდათ ალბათ სხვადასხვა ადგილებზე, საქართველოში, უცხოეთში, ვიღაცის ბინაში, სადღაც ქუჩაში, სადღაც სიცივეში ან ძალიან თბილ გარემოში, მაგრამ სად? Ako, ესე ძალიან რთული კითხვა დამეშვით. ეხა ეს ვიცი რა ცოტა შაბათს მივაბარეთ მიწას პაკო და ეს სუმბური მაგ თავში კაცო. არ შეიძლება სათქმელი არ თუ არა ყოველდღე მესის მე. და სუარა ეს სუმბური მიდგას თავში. აი ერთდროულად რამდენი აი ვერ პაკოს განსხვავებთ ვერ ვამონტაჟებ კარგად. ადრიანა ნებისმიერი ოპერის წინ თავის პაპკით ამოჩაჩული დადიოდა პერანგი ცალმხარეს ამოჩაჩული სკოლიდან რომელიც სულ ქონდა ახალი ამბავი სულ სკოლიდან მოდიოდა ბავშვებმა რა ქნეს რა დაწერა რაზე მუშაობს რას აკეთებს ნუ ქუჩაში ხო საერთოდ პაკოსთან კეიფი ძალიან ბევრი ისტორია რომელიც რა თქმა უნდა ძალიან ბევრი ამას ვერც მოუყვებით იმიტომ რომ ჩვენია რა მეკი რომ ისე ზუნწი ვარ და არ მემეტება ან თქვენთან აუდიტორი ნუ მართლა ჩვენია სიცივეს და წვიმაზე სულ ახსენდება მორიგი პერევაროტი ამხანაგ შევარდნადეს რომ ვაგდებდით და ეს ახალი ამხანაგები რომ მოუყავდა 2003 წლის ნოემბრის დღეები მახსენდება სულ გაგა ჩვენთან ერთად იყო ბაგო მაშინ ძალიან აქტიურად მონაწილეობდა და მახსოვს მეორე დღეს ძალიან საკმაოდ ისეთი დაძაბული სიტუაცია იყო ვისაც ახსოვს და ნინომ გთხოვა რომ მეორე დღეს უნდა წასულიყო გერმანიაში რაღაც საქმეზე რაღაც თავის თარგმანი რაღაცა იქნება რაღაცა ერთი ღამე გაჩერდიო რა ხო იყავიო რომ მეორე დილას უნდა გაფრინდეს გერმანიაში ანუ ნინოს ალბათ დედაზე ხო ბატონ ნინოზე და ხო იყავი ხო მორჩა ყველაფერი ერთი ღამე გამოდი რომ დილით უნდა გაფრინდეს გერმანიაში პაკვა ამას ძალიან აღშფოთს და სხვათა შორის ბიძი აუტოდ ძალიან გამოესარჩლა რომ ეხლა ასე უნებიო რომ ბიჭები იქით უნდა წავიდნენ და ეს ახლა დაიძინოს და დილით გერმანიაში და აი ესეთ გერმანიაში წავიდა პირდაპირ აქციიდან მე მგონი ეს ამოჩაჩული მიჩაჩული სველი და ღამენა ძალიან ბევრი მოგონებებია ჩემი შვილის ნათლია და ნუ არ ვიცი ახლა აი ესე ხო აი რაც ესე აბურდულად ვილაპარაკე რაც ისა მაგთოს ვერ ვალაგებ გაგა იქნება შენ უკეთესად არა მეც
სადგუაბრუნებს და რა თქმა უნდა პაკოსთან, მაგრამ გვაბრუნებს არ არის ხო ის სიტყვა, არცად წავსულ ვარ და არც ჩვენ და არც პაკო. და ესე მართლა მთელი კვირა და მთელი ცხოვრებაც ესე იქნება სულ დაბრუნდება ეს მოგონებები, ეს შეგრძნებები, ადგილები, სადაც ერთად ვიყავით დრო და არათუ დაბრუნდება არ მიყვარს გამეორება, მაგრამ ამჯერად გავმეორდები და ვიტყვი რომ არცად წასულა. ყველაზე ზუსტად გაიხარე, არცად არ წასულა. და მოდით ახლა მე მსმენელს შევახსენებ რომ ჩვენი არამხოლოდ მოსმენაა შესაძლებელი, არამედ თუ ეწვევით ინტერნეტში საიტს Radio 1.წერტილში ვიდეო ფორმატითაც შეგიძლიათ ადევნოთ თვალყურით ჩვენს გადაცემას და ეს მინიშნება ამ შემთხვევაში განსაკუთრებით საშურია იმდენად რამდენადაც ახლა მე დავიწყებ ეთერში ფილმს რომელიც თარიღდება 1985 წლის და გაგაწლით და თქვენთვის განსაკუთრებით ძვირფასი იქნება გაგა ის პერიოდია ზუსტად როცა ის 3 წელი თქვენთვის არ იყო სხვაობა პაკოსთან. ფილმს ვუშვებ და უსმინეთ ტალღას 102.4 პროფესორ ამიშვილის ბინა? გახლავთ? ბატონი გურამი გზამდება. დიახ. საღამოშვიდობისა ბატონო. საღამოშვიდობისა. ბატონო გურამ, თქვენს კათედრაზე ჩვენ რამდენიმე შეკითხვა დავტოვეთ. და თქვენი აზრი გვაინტერესებდა, თუ გადმოგცეს ეს შეკითხვა. თქვენ თუ არა ვწდები ნიკო ბრძანდებით, არა? დიახ, კინოსტუდიიდან გაწევთ. ბატონო ნიკო. გადმოგცეს და გავეცანი. დიახ. მაგრამ უფრო კონკრეტულად რომ ვიცოდე ის რაც თქვენ გაინტერესებთ, გამიაძვილდებოდა საუბარი თქვენთან. ჩვენ რაღაც მასალები დაგვიგროვდა საერთოდ სკოლის შესახებ. დიახ. და ამასთან დაკავშირებით თქვენმა სკოლამაც დაგვაინტერესა. ამიტომ შეგაწუხეთ. კი ბატონო, შევხვდეთ. დიდი მადლობა. კი ბატონო, შევხვდეთ და დაიწყო ფილმი მე-6 გიმნაზიაზე, რომელიც იმ წლებში დამეთანხმება ყველა. თავისთავად დოკუმენტური ფილმია და თავისუფლების ხარისხით არის არ ვიცი მე ამ გადმოსახედიდან მართლა უცნაური, ხო? იმ პერიოდის შესაძლებელად, როდესაც ყველაფერი რკინის ჩარჩოებშია, გაწერილია მოსწავლე როგორ უნდა მოძრაობდეს, სუნთქავდეს, მასწავლებელი როგორ უნდა იყოს რკინისებური ნებისყოფით და ასე შემდეგ და უცბად ჩვენს გარემოცვაში, სივრცეში, ამ ქალაქში ძალიან ზუსტად არის განსხვავება მე-5 კლასში ზუსტად ამ წელს მე დავამთავრე პირველი ექსპერიმენტული სკოლა საირმეზე ეს განთქმული ჩვენი და რამდენიმე ერთი თვით თუ ორი თვით გადამიყვანეს გერმანულ სკოლაში ზუსტად პაკოს კლასში 85 წელს და მახსოვს ეს ემოციური შოკი იმიტომ რომ ეს ჩვენი სკოლა რომელიც ასევე ძალიან პრესტიჟულად ითვლებოდა ნუ აქ ფორმები რო არ ეცვა და შეიძლება გამოქანებული იყო და მასწავლებელს შეხტომოდა ბავშვი და იმას კი ესე ვიყურებოდი აქ და სულ ერთი ორი თვე ვიყო მე უკან დავბრუნდი ჩემ კლასში იმიტომ რომ შეყვარებული მყავდა ხოდა ძალიან გადამიყვანეს, მაგრამ ეს განსხვავება და ეს ძალიან თვალსაჩინო იყო ჩემს ზუსტად მახსოვს, ხო, არა, აბსოლუტურად რა ფორმა არის, ფორმა, რა სასწავლო ნაწილი ჩვენ ხოცავდნენ კაც. იმიტომაც გამოვედი მე რიზაც გამოვედი განთქმულია ჩემი სკოლა. გერმანული სკოლას აბსოლუტურად ამდვილისი ოაზისი. დიახ. თუ პიროდ არ დამოწმე, მეგონი მიშა მინდაძეს შეახტა კიბეზე ამ ფული ბავშვი ეს კისერი. ეს შვება. იმიტომ რომ ჩვენ საერთოდ ტრები ვიყავით რა ფაქტით. გადასარავი პედაგოგები ვიყავდა, მაგრამ თვითონ სიტუაცია იყო ისეთი, რომ ხა მასწავლებელს შეახდა რაღაცა სხვა ის ხო ეს ფორმა, ეს საშინელი ხელსახვევები და იქ იყო სხვა სიტუაცია. მოდით ახლა ჩვენ გავისაუბროთ. ახსოვს ეს. ქალბატონ ნონა ღამბაშიძეს, რომელიც სატელეფონო ხაზია, სცენარის ავტორი გახლავთ ამ ფილმისა და საერთოდაც ვკითხოთ ქალბატონ ნონა, მოგესალმებით პირველ რიგში. როგორ ბრძანდებით?
გმადლობთ რომ ამ დილით ჩვენთან ბრძანდებით და აი ჩვენ ამ ფილმზე ვსაუბრობდით რამდენი წელია გასული ხო აგერ 30 ეს ფილმი ჩვენ გადავიღეთ 1985 წელს დიახ ნუ პირველ რიგში დაინტერესდი იმიტომ რომ ჩემი შვილებიც იქ სწავლობდნენ აი პირველი გამოშვებები იყო აი პაკოს შემდეგ და ნუ რომ ხედავდი როგორი ვითარება იყო იქ გამება და სურვილი რომ ფილმი გაკეთებულიყო და გადავიღეთ კიდეც მაგრამ შემდეგ შეგვექნა პრობლემები იმიტომ რომ ჩვენ ფილმებს როდესაც საკავშირო ეკრანზე გადიოდა უნდა ჩაგვებარებია მოსკოვში კინოკომიტეტში და რო წავიღეთ ეს ფილმი რეჟისორი იყო ელდარ დინარის და მე და მინისტრი გვეკითხება ეს რა ნორმალური ბავშვების სკოლაა თუ გიჟებისო და მე ვთქვა თქვენი შვილი როგორ სკოლაში სწავლობს მეთქი დავინტერესდით ატყდა შეცილა ნუ რა თქმა უნდა მიიღეს ფილმი და ნუ ესე იგი ის იმდენად ახლობელია ჩემთვის ეს ფილმი და ყველა ბავშვი ვინც იქ მონაწილეობს ესე ყველას იცნობდი და განსაკუთრებით სულ ყველას ამახსოვრდება პაკო აი ეს ახტება ხეზე და ლექსებს კითხულობს და გოგონებს აწვალებს ეს იყო აი ყველასგან მაშინაც კი ყველასგან გამორჩეული ბავშვი თავისი ხალისით თავისი რაღაცა უკვე ვაშკა 10-12 წლის იყო უკვე ვაშკაცური თვისებებით სიკეთით ცდილობდა ყველასთვის რაღაც გაეწია დახმარება რაღაც ბოლომდე ასეცა დარჩა ბოლომდე და არაჩვეულებრივად უკრავდა მღეროდა და უცრემლოდ მისი გახსენება შეუძლებელია და სულ ყველას აი ესეთ დამოკიდებულება აქვს მის დამე და ძალიან მწყდებაგული აი ძალიან რომ ესე უდრო წავიდა და ბოლო ხანებში მე მქონდა მასთან შარშან ურთიერთობა ხა მე კინემატოგრაფისტი ვარ და ბოლოს დაინტერესდა კინოთ ეხა მრავალმხრივი ლექსი მქონდა არაჩვეულებრივი გამოცემულიც აქვს წიგნი მაჩუკა კიდეს მადლობელი ვარ და უნდა ფილმების გადაღება და მე რაღაცნაირად შევხვდით ვისაუბრეთ რამდენიმეჯერ რაღაც კონსულტაციას უწევდი და ბოლოს როცა ავად გახდა ჩანაფიქრი მაქვს ერთი საინტერესო ფილმი წელი 2 წელია ვფიქრობ მაგ ფილმზე და მინდოდა ვიფიქრე ეხლა კარგად გახდება გამოჯამრთელდება და აუცილებლად ერთად გავაკეთებთ მეთქი მინდოდა მან არიცოდა ამ ფილმის შესახებ ვერ მოვასწარი უბრალოდ ხმა და მე დარწმუნებული ვარ ამ ფილმს მაინც რამენაირად გადავიღებ ნუ ეხლა უკვე შეიცვალა ყველაფერი სახელმწიფო არ გვაფინანსებს და სპონსორი ვნახე და აუცილებლად ამ ფილმის ერთ-ერთი ავტორი უკვე აღარ არის პაკო მაგრამ მაინც პაკო იქნება ეს არის ჩემი გადაწყვეტილება კი ბატონო, გავუტანონა დავბრუნდეთ ისევ იქ იმ 1985-ში, აი ხა ჩვენთან კადრებად ვუყურებთ, როდესაც ბეთანიაში გაიყვანეთ ბავშვები და იქ იყო გადაღება, ხო? და ბექა იხსენებდა ზუსტად თქვენ როგორც სცენარის ავტორი კი არა ამ ფილმისა, როგორც მშობელი მინდა, მშობელს მინდა დაგეკითხოთ. აი მასწავლებელს ქუდი წაართვა, მოსწავლემ იქ მზურზე შემოახტა. არა, ქუდი ნამდვილად არ წაურთმევი. არა, მე აქა? ხო, ეს ჩამოხატა ქუდი საყვარლად. ხო, არა, ის იყო რაღაც ძალიან, როგორც ეხლა უნდა იყოს პრინციპში. ისეთი უშუალოა თანატოლებივით, მამაშვილებივით, რა ვიცი, ოჯახის წევრები. ისეთი ხალხი ასწავლიდა, ვასიკო მაღლაფერიძე ასწავლიდა იქ მიშა მინდაძის ეს. ნორმალური ვითარება. ასეთი დამოკიდებულება უნდა გქონდეთ ბავშვებს და პედაგოგებს. აი, რაღაც ოჯახური, ახლობლური, მე ხშირად დადიოდნენ. აზედეგებზე ხან ლაგოდეხის ნაგზალში ხან იქ იყვნენ რა ქვია ჩარგალში მთელი 10 დღე და ნუ ერთ ოჯახად იყვნენ განსხვავება არ იყო ბავშვებს მშობლებსა და პედაგოგებს შორის ისეთი მშობლები იყვნენ პედაგოგები როგორც ჩვენ და უფრო მეტად მათთან იყვნენ და ბავშვებს უხაროდათ სკოლაში წასვლა აი ეს იყო ბედნიერება რომ უხაროდათ გარდა იმისა რომ არაჩვეულებრივი პედაგოგები იყვნენ და ცოდნაც კარგი მისცეს პედაგოგები ქალბატონონა იქნებ ჩამოთვალოთ ბექა კი დაგვეხმარა ახალგაზრდები იყვნენ მაშინ ვიშა მდინარაძე ვახსენეთ მინდაძე ვასიკო მაღლაფერიძე და იყო თაზო ავალიშვილი იყო პაატა აი მე პაატა დამავიწყდა რაგვარია ლალე გულისაშვილი ძალიან კაი პოეტი და რაგვარია პაატა ძალიან კარგი იყო ნუ არის ერთმანეთზე უკეთესები იყვნენ უკვე ახლა დიდი მადლობა მაგრამ ძალიან კარგები იყვნენ დიდი მადლობა ქალბატონო ნონა დაგემშვიდობებით ჩვენ დროებით და რა ვიცი არ გავიწყდება სპაკო და ესეთი ხალხი რას ვწანდებთ
პაკო რომ დაგვავიწყდეს და მისნაირები, ჩათვალეთ რომ თავი დაგვავიწყდა ალბათ ყველას და კიდევ ერთი ფრაგმენტი მინდა მე გავუშვა ამ ფილმიდან ეხა თვალსაჩინოებისთვის ერთგვარად გასაგებია დავუშვათ ქალაქიდან გასულები ვართ და ექსკურსიაზე ვართ და თავისუფლების ხარისხიც გაცილებით მაღალია, მაგრამ აი კლასში რომ ზის პედაგოგი და მოსწავლე და ნახეთ როგორ უკრავენ ღერის საყვარლად ან თავისუფლების ხარისხი ამ სკოლაში არის არ დაგავიწყდეთ 1985 წელი 1985 წელი და მე ვფიქრობ რომ სწორედ ამ გარემომ და შემდეგ იმ სამეგობრომ შემდეგ იმ ყველა ამბავმა რომელიც ერთ დიდ ამბად შეიკრა და დაერქვა პაკო განაპირობა ის რომ დღესაც არის ამ ქალაქში ერთი სკოლა სადაც შენარჩუნებულია ხო ეს დამოკიდებულებები პედაგოგებსა და მოსწავლეებს შორის და ჩვენ ახლა უნდა წარმოვადგინოთ ორი ახალგაზრდა ანა მახარაძე და მარიამ ჟვანია რომლებიც შემოგვიერთნენ და აგერ უკვე კარგახანია გვისმენენ პაკოს მოსწავლეები მოგესალმებით პირველ რიგში რატომ დავინტერესდი ბექა გაგაიცით იმ დღეს როცა ეს ძალიან ცუდი ამბავი ყველამ გავიგეთ ამ ქალაქში ხო სოციალურ ქსელში გაჩნდა გვერდი, რომელსაც დაერქვა ასე, პაკო. ვერ გეტყვით ალბათ 1 საათში თუ 2 საათში ხა არ მიყვარს ეს არც ლაიქები და მოწონებები ამაზე ხშირად არ ვსაუბრობ ხოლმე, მაგრამ ფაქტი ფაქტად იყო, ხო? რომ ეს გვერდი გახდა საოცრად პოპულარული რაღაც წამებში. იმიტომ რომ ეს იყო პაკო და ეს ყველაფერი გააკეთეს მისმა მოსწავლეებმა. და მე ვთხოვე მათ რომ დღეს ჩვენ ეთერში მოსულიყვნენ. თქვენც უსმენდით იმ ჩანაწერს ცოტა ხნის წინ რაც იყო ეთერში და მინდა გკითხოთ ეს თქვენი პაკო იყო? პაკო იყო. მანი არ ვიცი არის ყველა ეს ერთნაირი იყო. და იმდენი რაღაცა იყო ხა რა ლაპარაკობდეთ თქვენ რო გესაუბრებოდათ. რომ რასაც გვილაპარაკია გაკვეთილზე და ეს შეიძლება არ გამხსენებოდა არც ერთი ეს დეტალი რაღაც ანგელოს ილესიოსი შეიძლება არ მომგონებოდა ცალკე მაგრამ იმდენად კიდევ ერთხელ ვიგრძნი ბედნიერება რომ ეხა ეს უცებ ისეთი ნაცნობი იყო და მე ამაზე მიფიქრია პაკოსთან ერთად და რაღაცა სასიამოვნო ამის მიხვედრა რომ ამ ყველაფერზე ჩვენ გვიფიქრია და გვილაპარაკი მე თქვენ მადლობას გიხდით თქვენი ემოციისთვის და თქვენი ასაკის გათვალისწინებითაც ჩვენს გვახსოვს აი ბექა იხსენებდა ბევრი გვინახავს ჩვენს თაობას ადამიანები რომლებიც ნელ-ნელა ჩამოგშორდნენ და სულ ამბობ ალბათ სიბერე სხვა არაფერია თქო რომ შემოგაცვდება ნელ-ნელა ყველა ის საყვარელი ადამიანი გარშემო ალბათ მაშინ ვერდები თორე ასაკს მნიშვნელობა არ აქვს გუნდა მეთქო მას გაიხარა კი ჩვენს თაობას ხომ ეს დაღადაზის ზოგადად ამიტომ თქვენს ასაკში ემოციაზე ვამბობდი ახლა მადლობა მინდა გითხრათ თქვენ რისთვის იცით ზოგადად პედაგოგისა და მოსწავლის დამოკიდებულებაზე ჩვენ ბევრიც გვინახავს, ბევრიც წაგვიკითხავს, ბევრიც მოგვისმენია, მაგრამ ისევ და ისევ რა ვქნა ტრიალები გამორჩეული იყო ეს ადამიანი ამ ნიშნითაც არ არსებობდა ზღვარი ხო თქვენთან ურთიერთობის ასაკობრივი ზღვარი ხომ არ იყო თქვენთან თითოეულის მეგობარი იყო პაკო ანუ ყველას ისე უდგებოდა ისე ესაუბრებოდა თითქოს თანატოლი იყო მისიანი ეს იმას არ ნიშნავდა რომ ჩვენ აი შეიძლება და ძმაკაცურად რაღაცას ეტყოდა ვიღაცას მაგრამ ეს იმას არ ნიშნავდა რომ პაკოს ოდნავ რაღაცას პაკოსთან ურთიერთობაში რაღაცას შეცდომას დაუშვებდნენ ბავშვები ანუ ყველა მიცოდა რომ პაკო იყო რაღაცა ადამიანი ვისაც უნდა პატივისცე და ამავე დროს არის მეგობარი რომელსაც შეგიძლია გაუზიარო შენი ფიქრები ელაპისაუბრო და ასე შემდეგ და ყველას ეხმარებოდა და პაკო იყო ადამიანი რომელიც აი გავიხსენებ ერთხელ იყო რაღაც კონფლიქტი ჰქონდათ ჩვენ სკოლაში ბავშვებს ბიჭებს და სხვა სკოლიდან ვიღაც ბიჭებს და პირველი ვინც მირბოდა ამათთან ერთად იყო პაკო პირველი მირბოდა და ესენი მიყვებოდნენ პაკოს და ეს მირბის ვინ არის ეს და მასწავლებელია ჩვენი პაკო არჩევდა საქმეებს ხო ნუ ეხმარებოდა გვერდზე ედგა ყოველთვის ყველა ბექა გაგა ამ გვერდს სტუმრობთ თქვენ ამ დღეებში
არა საერთოდ შევსულა Facebook-ზე. თქვენ არ კი თქვენს გვერდს ეთყობა ეს აქტივობა რომ იქ არ შესულხართ. მაგრამ ბევრი ხო დიახ გაგა. ბევრი ისეთი ინფორმაცია გამშვა სხვათა შორის თქვენ ახსენეთ უცხოეთში გაგას და პაკოს გასვლები ხო? უცხოეთიდანაც შემოვიდა სამძიმრის წერილები მისი მეგობრების ძალიან ბევრი ხო? მაგრამ შვეიცარიიდან, ბელარუსიდან, უკრაინიდან, ლიტვიდან, ბელარუსი, უკრაინა, ლიტვა, ანუ გერმანიიდანაც აი სადაც ერთად ვიყავით ჩვენს მოგწერა მე დათო ბაქიძის ძალიან ბევრი სამძიმრის წერილია და არ არის კიდევ ვიტყვი ისეთი სამძიმარი რომ სულად არ მინდა ვთქვა რომ მოვალეობა რომ მიუძღვა ეს არის რაღაც გულიდან ამოძახილი მარტო სამძიმრის და ისეთ წერილსაც რო ვერ დაარქ და არის კონკრეტული მოგონებებიც მე ხა ერთ-ერთ მათგანზე მინდა შევაჩერო თქვენი ყურადღება რაც მე მინდა რეჟისორს თხოვ გაუშვას ერთი მუსიკალური ფრაგმენტი და შემდეგ ტექსტის თანხლებით People are strange when you're a stranger. Faces look ugly when you're alone. Women seem wicked when you're unwanted. Streets are uneven when you're down. When you're strange. მახსოვს 90-იანების დასაწყისში პაკო ჯიმ მორისონითა და დორზით იყო გატაცებული ერთხელ სახლში რომ მივედი მასთან სტუმრად მაშინ ჯერ კიდევ იოსელიანზე ცხოვრობდა კასეტა ჩამირთო დორზის პირველი ალბომის ჩანაწერით კასეტა ჩვენი ძმაკაცისგან გლობუსასგან ძიმა აჯიაშვილი ჭრილებში ჰქონდა ნათხოვარი მაგნიტოფონიდან მაგია წამოვიდა პირდაღებულები ვუსმენდით მერე გადაუარა მაგრამ პაკოს ჯიმის ფიგურა ყოველთვის ხიბლავდა ეს მცირე მოგონება ჯიმის ამ ჩანაწერმა მიბიძგავდა აქ მოყვანილია ჯიმ მორისონთან ავტობიოგრაფია და ავტოინტერვიუ საკუთარ თავთან ბევრი ასეთი რამ დაიდო ამ დღეებში ამ გვერდზე და მე ვფიქრობ ეს იქნება ისეთივე აქტიური როგორც იყო თვითონ პაკო. მოდით ახლა თქვენგან გავიგო რას უსმენდა. მღეროდა პაკო. პაკო მღეროდა და ამაზე ძალიან სასაცილოა ისტორია. მღეროდა ცეკვავდა ფეხბურთთან. ძალიან ნიჭიერი ადამიანი იყო, მართლა გარდა იმისა, გარდა იმისა, რომ მართლა ძალიან დიდი პოეტი იყო ძალიან ნიჭიერი ადამიანი, შემთხვევით არ მithქოს. ერთ-ერთი მანქანის ტარება ვერ ისწავლა. ცეკვავდა, მღეროდა, ფეხბურთს თამაშობდა საკმაოდ სპორტული. მე ბოდის გიხდით, ეს იყო კოკა ბრეგაძის მოგონება. ხო და აი სიმღერასთან დაკავშირებით ეხლა ძალიან ეს პაკოს სილღარის არის თვითირონია ქონა, რაც მარტო დიდ ადამიანებს ახასიათებს ძალიან დიდი და მღეროდით და მიხო მისი ძმა რომელიც ძალიან კარგად მღერის მართოში მღეროდა მიხო ხო არ მიხო მაგრად მღერის და ნუ პაკოს მღერის მაგრამ ეს მიხოს ეთყობა არ მოეწონა და ბიჭო შენ ამირანი ცირა დაგარქვესო ამირან გულში მღეროდაო და შენ ჩამეკაც ჩერდი მაცალე სიმღერა აი შენ გაგას დაუწო უსმენდა ნებისმიერ კარგ ჩვენი ხალხური სიმღერით დაწყებული დამთავრებული როკი ჯაზი რაც ჩვენ კარგი არ იყო ჩაციკებული რაღაც მანდამაინც რაღაც მიმდინარეობაზე და როგორც ყველგან აქაც ძალიან გახსნილი იყო და იღებდა ყველაფერ კარგს და საინტერესოს. აი პაკოს მეგობრებმა გოგონებო ბრძანეს რომ იუმორი ქონდა განსაკუთრებული და გამორჩეული. თქვენ ამ ნიშნით ხო არაფერი გახსენებდა, ბათ შეგიძლიათ მოიფიქროთ მანამდე მე არასოდეს ამას ეთერში არ მივცემდი სხვა შემთხვევაში ბუნებრივია, იმიტომ რომ არის ზედმეტად შიდა სამზარეულო, მაგრამ ისევ იმ შეხვედრას უნდა დავუბრუნდე და ზოგადად ტექნიკასთან როგორი დამოკიდებულება ქონდა. ცუდი, ისე როგორც მე და გაგას. ხო და ამის დასტურად მოგასმენინებთ ახლა როგორი დამოკიდებულება ქონდა მობილურ ტელეფონთან. თიშვის საშინელი. უკაცრავად რა. დიდი ბოდიში ეს როგორ გამოვატანა მობილური და რატო არ თიში? უკაცრავად რა.
რა ჯადოა რა. ორი ეს რა ჯადოა. თუ ქონდა აზრი არ ქონდა, მაინც გამორთული ქონდა. ამიტომ ქონდა არ ქონდა. არ გავდა ბიჭო ერთ ხელი გაიგე. აკაც ხომ ჩანდა ცოლმა გამომატანად. რა ჯადოა როგორ ვერ გამოვიდა. და ხომ არაფერი გახსენდებათ თქვენ რამე. აი თვითირონიადაც გამახსენდა. ეხლა ერთხელ ტელეფონში ვიდექით და ლაპარაკობდით. რამდენიმე ბავშვი იყო და პაკო. და რაც ლაპარაკობდა პაკო და მორჩა ლაპარაკს და მომბრუნდა რაღაცა კითხვით და ამ დროს არ მაცალა რომ პასუხი და ერთი ჩემი საყვარელი კლასელი რომელიც როგორც ყველა დანარჩენი პაკოს ძალიან უყვარდა უყურებს და თქვენ გიჟი ხართ პაკო ეს ვიდა რომ თქვა და გაეცინა პაკოს და რაღაც არც გაბრაზდა არც არაფერი ფსიქოლოგში გაეცინა და რას დილობიანას დავხედი ხარო და ესე გაუტარა ბავშვს ესეთ შენიშნა და აი ჩვენ სკოლაზეც ლაპარაკობდით ესეთ თავისუფლება მეც მახსოვს ბავშვები რომლებიც მასწავლებელს ახდებოდნენ და ასე შემდეგ და ძალიან ბევრი მასწავლებელი მყოლია რომელსაც უყურებ და усმენ და გინდა რომ ჩაეხუტე იმიტომ რომ ნან ბედნიერი ადამიანი ვარ იმიტომ რომ ესეთი ბევრი მასწავლებელი მომეწონა და ხო ესე ვთქვი და რაღაც ესეთი თბილი სკოლა ქონდა ყოველთვის და პაკო მაინც სხვა იყო ამასწავლებლის განსხვავებით იყო მასწავლებელი რომელსაც თვითონ აკეთებდა იმიტომ რომ თვითონ რაღაცა საოცარ სიყვარულს გამოხატავდა ყოველთვის ყველას მიმართ და სხვანაირი დღეები იყო როცა პაკო იყო სკოლაში ეს იყო ძირითადად სამშაბათი და ხუთშაბათი ბოლო წელს იყო სამშაბათი და პარასკევი პირველი ორი გაკვეთილი იყო პაკოს არ უნდა დავალდებოდით იმიტომ რომ არ ქონდა გაკვეთილები მაგრამ ხანდახან გამოჩნდებოდა ხოლმე დილით და რაღაცა ხდებოდა სკოლაში და მართლა ის როიცი რომ შეიძლება დერეფაში შეგხვდეს ჯერ კიდე როცა გაკვეთილი არ გაქვს ეს უკვე რაღაც კარგი დღე იყო და მით უმეტეს როცა ილი რომ აი ხა შემოვა პაკო და მექნება პაკოს გაკვეთილი და რა ვიცი მე მახსოვს როგორ უვლიდა თავის ბავშვებს. ბავშვებს რა დიდები აი ამ ხელა გოგონები და ბიჭები და მარტყოფში ვიყავით ექსკურსიაზე მქონა რამდენჯერმე ვარ ექსკურსიაზე. ბიჭო გაანებე ბავშვებს თავით და რაღაც ბავშვები შენზე მაღლები ურბენდა სუ გარშემო ზედმეტად ემოციურადაც კი და ჭამდა ამ ესე გარშემო გამოდ მოასვენე მეთქი ვიღაცა უცხო ექსკურსიის ავტობუსი რო ჩანა დაასვერვა და ესენი ვინარენ ახლოს ჩავარ ბიჭო დაჯექი რაღაცა და ჩორ არ წაიყვანენ და ანებო თავი შეარ გოგოებს გასაგუთი და სხვათა შორის პატრონი იყო რა სხვანაირი ემოცია გულზდებდა კიდე აი ხა მე ეს ყველაფერი ხო წარმოვიდგინე და მოსწავლის თვალით შევხედე მე ვიცი რომ თქვენ სკოლაში დაბრუნება ამ ყველაფრის შემდეგ გაგიჭირდებათ კი არა და გიჭირთ ალბათ ხო მაგრამ მეორეა კიდევ ეს ხო ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა თქვენთვის. ანუ მე ვფიქრობ, თქვენ გნებავთ მეგობრებთან, გნებავთ პედაგოგებთან, გნებავთ ზოგადად საზოგადოებასთან დამოკიდებულებაში, გაასმაგებულად გაგიჩნდებათ უკეთესობის სურვილი, იმიტომ რომ თქვენ ასეთი მაგალითი გყავდათ პაკოს სახით, ხო? მოსიარულე სიკეთე იყო მართლა, ყველგან ყველას ეხმარებოდა, რაც შეეძლო იმას აძლევდა ყველას და აი შეძლო ყოველთვის გაეცა ის რაც ქონდა. ლაპარაკითაც ყველანაირად მოკლედ და ყველას ძალიან გვიყვარდა პაკო, გვიყვარს. და ყოველს კარგი მოგონებები ახსენდება ძირითადად როცა პაკოს ლაპარაკობთ რაღაც სასაციოლო, ну თუნდაც აი ნერვიულობდა იმაზე რომ ერთ პეტრიაშვილზე იყო მაგის პაკოს ლექსებზე აკეთებდა ერთ-ერთი მოსწავლე რაღაც პატარა რეცენზიას. და ну ამაზე მთელი პასუხისმგებლობით იყო მოკიდებული და ნერვიულობდა რომ არ გამაკრიტიკოს რაღაც ну მე-10 კლასელს რა შეიძლება ხა ის უკვე პრეზენტაცია რო იყო ამის ესე ზის თურმე ხელები აქ თავში ჩარგული და გონია რომ ხა გააკრიტიკებენ რაღაცა და დაიწყო ამ გოგო ამის ქება და ну ეს თავი ნელ-ნელა ესე აბოცია და ესე დაიჭდა ბოლოს აი ფეკა ეხა თუნდაც ეს ფრაგმენტი ეხა არის როგორ ახასიათებს მას ხო როგორც პიროვნებას რომ ის ხო ხა შინ ალბათ რა ქონდა ხა პაკოს სანერვიულო დაუშვათ როცა მის შემოქმედებაზე იყო საუბარი მაგრამ თვითონ პიროვნული მახასიათებელი ადამიანის რომ ის ყოველთვის ყველაფერს უდგებოდა აი ესე ფაქიზად და ხო შემოქმედი მით უფრო ეჭვით უყურებს თავის შემოქმედებას და მით უფრო მეტად ღელავს ეს ცნობილი ამბავია ისი არის გამოვა არაფერი რაც უფრო პირიქით უნიჭვა მით უფრო
თავდაჯერეს ხშირად ხდება. გონია რომ უკვე მურჩა უკვდავება მოიპოვა და რაც უფრო რა თქმა უნდა ნიჭიერი ადამიანი მეც განიცდის მეც პასუხისმგებლობა იგივე ბავშვებთან მით უმეტეს გაცილებით არ მაგდება მე ძალიან გაგაცნობს მის პაკოსი იმიტომ რომ შეიძლება ვიღაც ლიტერატურის კრიტიკას ნაკლებად ყურადღება მიაქცია და საკუთარი მოსწავლის და ბავშვის აღქმა ჩემთვისაც გაცილებით მნიშვნელოვანია ვიდრე შეიძლება დღეები თვეები მართლა პატარა ლეგზე მუშაობ იმიტომ რომ სულ უკმაყოფილო იყო სანამ იქამდე არ მიიყვან და სანამ თვითონ იგრძნობდა დაინახავდა და უკვე იცოდა რომ ეს არის რაც უნდოდა იმიტომ არის ნამდვილი მის შემოქმედება და იმიტომ არის ასეთი რომ უყვარს ეხლა მე მინდა გთხოვოთ არ მომწონს ბექა ის გაზეთი რომ დაკეცეთ და გადადეთ გვერდზე დავაბრუნებთ თავის ადგილას იმიტომ რომ აი ცოტა ხნის წინ ბრძანებდით მე მიკვირდაო რომ ამ ბოლო პერიოდში რამდენი იშრომა რამდენი რამ გააკეთა წიგნი ახსენეთ ბექა თქვენ და რაღაც ცოტა მეტი მინდა ვიცოდეთ მასე ხო და თარგმანები ფანტასტიკური გაგას სიჩქარეში დარჩენია სამწუხაროდ უნდა წამოიღო დავაბიზღე გემრიელად ხო არა დილა არ არის ჩემი დრო ნამდვილად დილა გამზადებული წიგნი თარგმანებისა დამჩან როგორ გითხრა თქვენმა მეგობარმა გაგა დილაბინდიდან თენებამდე გაკვირვების და გაოცების დროაო ხო გითხრა პრემს ქვიან ასესხები შუქი ეს არის ფანტასტიკური თარგმანები და არა მარტო გერმანელი უკრაინელი ბელორუსი თურქი პოეტები აი ხე სტამბულში სამკურნალოდ ყოფნის დროს აღმოვაჩინეო კიდე ძალიან საინტერესო თურქი პოეტები არ ვიცი ეს კიდე ვიმეორებ მე ესე ღირსეულად შეხვედრ როდესაც კაცი თავის სადგივარს და სიკვდილის მოლოდინს როგორც პაკო სიმონშვილი ნამდვილად არ აი ვიხსენებ და ძალიან აი ვერ ვიხსენებ იმიტომ რომ აი შეიძლება არ შეშინდეს და არ იტიროს ბოლოს და ამას შეხვდეს რა არ უკვდები მაგრამ დაჯდეს და ეხლა წიგნები დაწეროს აი მე და მისი მეგობარი საუბრობდით ზუსტად ვასიკოვა მდივანი ჩვენი საერთო მეგობარი აი შეიძლება არ გვეტირე რომ დავჯდებოდი და რავი რაღაცებს სხვა რამე წიგნის წერა უკვე სხვა აი ვიში პილოტაჟია უკაცრავად რუსული როგორც გაგამობს ხოლმე ჩვენი დაუძინებელი მეგობრების ენა რო გამოვიყენე ხო აი ეს არის უკვე სხვა რამე რა მეორე წიგნით ვზათ აქ თუ არ ვწდები მუშაობ და ეს ლექსები ეხლა ახალ საუნჯეში გამოქვეყნდება შოთა იათაშვილთან და თარგმანები არ გაჩერებულა რაც ეს ამბავი გაიგო აი მოსწრებაზე იყო რა მართლა ეს ყოველგვარ გადაჭარბების გარშე და არ გაჩერებულა და ეს არის ის ლექსები რომლებიც არ გამოქვეყნებულა ხომ გაგაჯერ უკვე გამოქვეყნდა ირაკლი ჯავახია და ეს ბოლო ლექსი წავიკითხავ დიდი მადლობა ნინო სამსონიას ბოლო ლექსი სწორედ პაკოს დეიდაშვილს და ჩვენ მეგობარს ბოლო ლექსი სწორედ მან მომაწოდა და სადამის სივი ქვია, აი წავიკითხავ სადამის სივი. ხო, სულ ბოლო ლექსია ეს პაკოსი. მისამართი ქალაქი ური, პროფესია დიქტატური, ენები და უნარჩვევები მშობლიურია, მემკვიდრეობა ბაღდადის კარი, ჰობი მზის ჩასვლა, დანარჩენი პირადულია. უკანასკნელი პუბლიკაციის მთავარი ხაზი, როგორც აღმოჩნდა, მავანთათვის სხვა საცდურია, ვერ გაუგიათ, რომ პლასტმასის იებზე ნაზი გავეშებული ბეხემოტის წყვილი ყურია. ხომ გარი? კი. ჩვენ ახლა სადამისადმიც კი სიმპათიით განგაწყოს შეიძლება ესეთი ლექსი. თანაგრძნობით ყოველს. სიმპათიის რა გითხრა, თანაგრძნობით ხო, მე თორე გამოვასწორე. შეუფიქრიანდი. არ არის დილა ჩვენი დრო არ არის. მე ვეცდები რომ ჩემი გადაცემა გავაკეთო საღამოს საათებში რომ კიდევ ერთხელ. აში დავატრიალებ ორ ტრიალს. ბეკა, გაგა, გოგონებო, უნდა დავასრულოთ ახლა ჩვენი ეთერი. როგორც თავიდან მქონდა მოლოდინი და ასეც იქნებოდა. ჩვენ დიდი სამწერტილი უნდა დავტოვოთ ახლა ამ ეთერში, იმიტომ რომ არც არსად წასულა ბრძანეთ თქვენ და კი არც არსად წასულა, იმიტომ რომ მე მჯერა ჟურნალისტებსაც, მეგობრებსაც, ზოგადად ამ ქალაქში და არა მარტო ამ ქალაქში კიდევ გვექნება საშუალება იმისა, რომ აი
დღეს მე პაკო კიდევ აღმოვაჩინე. პაკო დღეს ისევ ახალია და სულ ასე იქნება, ხო? ყოველდღე აღმოვაჩინე. და ერთ კიდე მეც მინდა ახალგაზრდებს მადლობა გადაუხადო ამ გვერდისთვის, მეც შუაღამით თუ მივაკითხავ ხოლმე Facebook სულძილობისას და აუცილებლად ნახულობ ამ გვერდს და ძალიან მეხმარება. დიდი მადლობა. ძირითადად ამას ეხება მე რაღაცა ისე როგორ გამოვიგდეს რომ ეს მანუ ადამიანები ყოველთვის ვის პაკოს იცნობენ ყოველთვის ყოველდღე გვაწოდებენ რაღაც ახალს. აი ისეთი რაღაცეები არის რაც არავის არ გაუგია. აი მარტო იმ ადამიანმა იცის და რომ ნახულობენ რომ ეს ამდენი ადამიანი წერს თვითონაც რაღაც მოგონებას რაც აკავშირებთ მას პაკოსთან იმ პატარა ძაბსაც გვაჩვენებენ ჩვენ რომ ვინ იყო პაკო. ყველასთვის სხვადასხვანაირი იყო მართლა და ბოლოს თქვეს რომ ყველას ჩვენი პაკო მოგვიკვდავა ეს იყო ერთი ფრაზა. კი, ყველას თავისი პაკო ყავს. და მე ვფიქრობ ამ ეტაპზეც უკვე იმდენი მასალაა ვეგა არ არის სულაც გამორიცხული რომ ცოტა ხანში თუნდაც ამ გვერდის საშუალებით კიდევ ერთი რაღაც გამოცემა მომზადდეს იმიტომ რომ იქნება სრულიად განსხვავებული და გამორჩეული იმ ნიშნად რომ ადამიანები ისეთივე გულწრფელობით შემოდიან ამ გვერდზე და ტოვებენ თავიანთ ყვალს როგორიც იყო თავად პაკო. რა ვთქვათ ჩვენ ახლა გადაცემის დასასრულს? რა უნდა ვთქვათ? რა უნდა ვთქვათ? ძალიან დიდი მადლობა ამ გადაცემისთვის კალბატონო იგა მადლობთ. აუცილებლად და მადლობა დიდი პაკოს ვიბონიშვილს. დიდი მადლობა. და დროებით ხო? დროებით. დავსტრეჩ ნატოს ვეწე.